გამარჯობა მეგობრებო, დაუბრუნდით ორკვირიანი წყვეტის მერე 24 ეპიზოდით და რა უცვლელად ჩვენ ვართ ისევ წამყვანები, ცოტა მომატებული წონით. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში ამ ორი კვირის განმავლობაში? ჩემ ცხოვრებაში ვერ გეტყვი, მაგრამ წარმოიდგინე ახლა ბოლო ჩაწერის მერე მე ბალიშვილმა კამარი დაიცვა. ალექს პერეირამ რემეჩი მოუქვანკალა ეს. ჩალზმა გამროტი გაგუდა. ხო, იმენ. შეხოთაშორის ჯონი ვოკერმა ის წევლა მოხსნა რა. მთელი წელი მეინ ივენთები არ ქონდათ ბრაზილიელებს მოგებული და ჯონი ვოკერმა რომ მოიგო, მე მიყვა პერეირაც. და მიყვა ოლივეირაც და პრინციპში ბოლო კარტი ეგ იყო, ხო, ოლივეირას. მოიცა 1-2 სიტყვით ვილაპარაკოთ მაგ კარტზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეგონა რომ გამროტი მარტივად მოუკებდა რა ჩალს რა. მაგრამ რეალურად და ხო ძალიან მალე ბრუნდებოდა იმ ნოკაუტის მერე, მაგრამ თავარი თემა ის არის რომ ილია ვისაც თიშავს უეჭველი იგებენ შემდეგ ბრძოლას ეს მებრძოლები რაღაცას პოულობენ მე თავის თავს რაღაც დალოცვა აქვს ხელებში აქვს დალოცვა მოკლედ ილიას და მაგს უნდა მოპაროს სახელი ხო და მოკლედ ძალიან ისე კარგი ბრძოლა იყო სადა იყო და ჩალზმა ისე მოიგო როგორც უნდა მოეგო რა ანუ წინ მიდიოდა ის იყო რა ტიპიური ჩალზი იყო. წინ მიდიოდა და მთავარი რაც იყო რა, მიწაზე რო წაიყვანა გამროტმა, იქ რომ მოუგო პირველ რაუნდში. ჩემს ეგ ბრძოლა პირველ რაუნდში მორჩა რა, რეალურად. პირველ რაუნდში მოიგო ჩალზმა და რატო რა? პირველი რაუნდი პირველი ტეიქდაუნი გააკეთა გამროტმა, წავიდა მიწაზე ბრძოლა, მთელი ეს რაუნდი იყო მიწაზე და ბოლოს სრულდება ისე რომ ტანის სამკუთხედი შეკრული აქვს ჩალს და იმას რა ქვია მარყურჯის შეკრას ცდილობს და მოკლედ გამროტი გატეხა რა მანდ რა მე იქ თავარი იარაღი რაც აქვს გამროტს ჭიდაობა მაგის გარეშე დატოვა მეორე რაუნდში აღარც უცდია ტეიქდაუნი გამროტს და ბოლოს როგორც დასრულდა რა. მე ზოგადად ეგ ჩხუბი რო ჩაინიშნა იქიდან მოყოლებული თავიდან ნუ რაღაც მხრივ ფიქრობდი რომ მეთქი აი ჩალზი ამ ნოკაუტმა ვაფშე გაანადგურა ერთადერთი რა. მაგრამ რეალურად მე იმაზე წავედი, იმიტომ ვირჩევდი ჩალზი ამარჯვებულად რომ როცა შენი მთლიანი გეიმპლენი არის მე ოპონენტი მიწაზე უნდა ჩაიყვანო და იმ ოპონენტისთვის მიწაზე ჩაყვანა არის ის რაც ყველაზე მეტად ჭირდება რომ მოგიგოს მაგ დროს დიდი უპირატესობა აქვს რა ჩალს განვოცე ხა ჭიდაობა ჭირდებოდა იმიტომ რომ იცოდა რა იყო თავისი ძლიერი მხარე მაგრამ ჩალზი დაბლა არის როგორც თევზი წყალში ხო ანუ და ეგ უპირატესობა გამოიყენა ძალიან მაგრამ და განახა გამროტი გატეხა მეც გეთანხმები მაგაში პირველი რაუნდში გატეხა თან მაგრად გატეხა და მეორე რაუნდში აღარ მე როგორც უნდა და ტეიქდაუნ აღარ უწ ყობა კიდე თლად სულ მდგომარეობაში ნუ რა თქმა უნდა გაცვეთილი აქვს, მაგრამ იქ გამროტმა თავიდან რაუნდის დასაწყისში კაი დარტყმები გაუტარა, ეს ორიანი კაი დარტყმა იყო და ნუ იდეაში ხა გამროტი არც არის გამთიშავი დარტყმის პატრონი, მაგრამ რაღაცებს გაუძლო რა ჩალზმა რა და კაი ჩხუბი. ჩალზი ჯერ კიდევ ტოპ კონტენდერია ჩემი აზრით რა. ოღონდ უშუალოდ არა ილიასთან, ილიას გარდა ყველასთან ვინც მაგიტომ მოითხო BMF-ზე გამოიწვია მაქსმაც მე რეპლაი გაუკეთა რომ ხო შენ რაღაცაო ის ნიშნები იყო იქო და დავაიო და მაგ ბრძოლაზე ერთს ვიტყვი რომ მაქსის და მარტივად არა მაგრამ მაქსის გამარჯვება მგონია რა ჩემი აზრით ერთ-ერთი ულამაზესი ჩხუბი იქნება მაქსის გარდა სადამდედაც იქნება კი ალბათ ორ რაუნდში მორჩება წესით თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ძალიან შორტ პერსპექტივას უყურებ. ხო, ეს იქნება სავარაუდოდ იქითა წლის თებერვალი მარტის ჩხუბი არის რა. სადღაც და მოდი ახლა თებერვალი მარტის ჩხუბებამდე მივალთ. იქამდე ვანკუვერში წავიდეთ კანადაში. ისე აი ეს ხო იქნება ახლა ეს კარტი. ეს ხო კანადაში არის. მე ხო არის pay-per-view. და მე მოდის ორი ისეთ საზღარი კარტი, საზღარ ადგილას, აი მე რომ მეზიზღება აი მაგათქეს Apex-ში არის ორი კარტი ზედიზედ და აი რა ამ კარტებს დაამწურავ რომ მომცენ კაი ისა. სანახაობა. ხოთაშორის ამ ხარს აქვს მაგის პოტენციალი. მაგრამ მე ბოლოს რითი მთავრდება? ჯახები უნდა იყოს კაი და ბოლოს წელი მაგრად მთავრდებაც მაგაზე ვისაუბრებთ ბოლოში ეს ივენთიც რეალურად სხვა წარმოადგენები ქონა სხვანაირი უნდა ყოფილიყო მაგრამ ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ ენტონი ფლაფი ჰერნანდესი ჩაეხსნა ბრძოლას მაგან გატეხა და შეცვალა სტილისტიკურად თითქმის იგივე ტიპი მაგრამ ხო ოღონდ რომ უფრო სუსტმა
და უფრო უტვინო ჩემი აზრით შედარებით. ეხლა რა არის? მეორე ჩხუბი ბრენდან ალენს და ენტონი ჰერნანდეს რაც ჰქონდათ, LFA-ში არა უბრალოდ, აი UFC-ში რო იჭრეს მეორედ. მაშინ რო გეყურებინა ბრძოლისთვის უფრო დაბალია IQ პირველ მეორე რაუნდში ფლაფის უჩანდა რა. ბიჭო, ფლაფის მან კი მაგაში გეთანხმები. უბრალოდ ერთს ანუ ის თემა ქონდა. იმით გავამართლებ, რომ უნდოდა რომ გრეპლერი რა, ალენი როგორიც არის, უნდოდა რომ დაესამითებინა იგივე გაუკეთა იმას ბრაზილიელი რო არის. აუ როგორ დამოვიწყდა ახლა. ძალიან ისეთი ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდა არის ის ტიპი რა. მოკლედ გავიხსენებ მე და უვიტყვი ვინც არის. ეგეც მაგასაც საბმიშენზე ეჩალიჩება და ბოლოს დაასამითა. და ეგ მიზანი ქონდა და ახლა საბოლოოდ როგორც კი მოინდომა მოუგო ეგრევე რა. საიდან დავიწყოთ კარდის გახილვა, მაგრამ ზევიდა რა თქმა უნდა. დერიდერი ბრენდან ალენი. ბარემ გავიაროთ ხო. ბრენდან ალენისთვის დერიდერი არის საჩუქარი. იმიტომ რომ წაგებები ქონდა, ორი წაგება ქონდა ZDZ. მე მარვინ ვეტორისთან ძალიან მაგარი ბრძოლა ქონდა მარვინ ვეტორის და ბრენდან ალენსაც და დამსახურებულად მოიგო ალენმა. რაც შეეხება დერიდერს, მოვიდა UFC-ში და რავი, იდეალური სერია მიაყოლა, ბონიკალი დაამარცხა. ერთ-ერთი წლის მებრძოლია ჩემი. ჰაიპის მატარებელი ბონიკალი დაამარცხა, მე რობერტ ვიტეკერთან გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო, მაგრამ უფრო დიდი შანსი ქონდა ჩემი აზრით და უფრო მეტად იმსახურება, რა თქმა უნდა, იმსახურებდა დერიდერი მოგებას. ერთ-ერთი მებრძოლი არის ამ ქარტოვიზეც იგივეს ვერ ვიტყვი. ბიჭო, აი სპლიტი არ იყო ჩემთვის ის ჩხუბი. ხო, რა მოიგო დერიდერმა. შეიძლება 4 რაუნდიც მიმეცა. კი, მეც ეგრო ფიქრობ, რომ დერიდერმა მარტივად მოიგო, მაგრამ გვანერვიულეს საჭიროა ინტრიგა დატოვეს და რეალურად ერთადერთი შანსი, რასაც ვიქრობ, ბრენდან ალენს აქვს. არის ხო ფეხზე რა. დერიდერის ყველა ბრძოლა არის ესეთი, რომ ფიქრობ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოწყვიტონ. იმდენად ამტანი არის, მაგრამ იმდენად ცუდად დგას დაცვაში. ამტანი რო არის მაგიტო არის აქამდე ორი წაგებით მარტო რა. თორე რა, მენ საშინლად დგას რა. ვიტეკერთანაც რამდენი მომენტში ისე იდგა, რომ მეგონა რომ მეთქიოსიო, ხა რობერტ ვიტეკერი. მაგაზე რა TikTok-ზე ერთი ვიდეო დავდე ამ ჩხუბზე და მანდ ვთქვი რა. დერიდერი არის დერიდერის აი სტრაიკინგი ხო საშინელება არის. ყველა უთანხმდებით მაგაზე რომ აი ეს ცალკე რო აიღო საშინელება არის რა, მაგრამ ტიპი იმდენად უცნაურად მოძრაობს და უცნაურად ისვრის რა ყველაფერს ახლა ის პირდაპირ კროსი რამდენჯერ გაუტარა ვიტეკერს ძალიან ბევრჯერ ცხვირი იმენა ის ქონდა რა ნავარჯიშები იმდენჯერ ურტყა რა პლუს ამას ემატება მუხლები მუხლი აქ საშინლად დამაზიანებელი ტიპი ეკანება და მუხს ურტყავს რა პირდაპირ დიაფრაგმაში და ძალიან ისეთი ტიპი არის რა. ეხლა კარიერის მანძილზე რა ძალიან დიდი კარიერა აქვს, 2 წონის ჩემპიონი იყო, მესამე წონისთვის იბრძოლა ამ შემდეგ აღარ მოუყვები ეხლა ყველაფერს. ყველას შეხვედრია სტრაიკერს, მოჭიდავეს, გრეპლერს, იმას, ამას, ყველანაირს და გათიშვა ვერავინ ვერ მოახერხა რა. და მაგიტომ ძალიან ისეთია. აი შედარება რაღაც შემხვდა ზუსტად TikTok-ზე რა და მაგას ვიტყვი. აი ფეხბურთის ვარიანტში რა, იმ მცველები რო არიან რა, ანუ ტიპი ცდება მცველს რა. და ეს ამ მცველმა თამაში არ იცის საერთოდ რა ფეხბურთს და აი პროსტა რო მოდის რა, რო წაგართოს და ეს შემტევი ტიპი ვინც ანუ ვერ ხვდება რა გააკეთოს მაგ დროს რა, იმიტომ რომ რაღაცა რო იცი, აი მაგალითად რო დგახარ რა დგომში და მეორე ტიპისგან სტრაიკინგს რო ელოდები, იცი რომ აი რაღაც დაახლოებით შეიძლება ესე გამოუშვას ხელი და რაღაც და ეს იმდენად უხერხულია ვერ ხვდები რა წინასწარ ვერ საიდან რას გააკეთებს ხო ანუ მაგ ეგ არის გამორჩეული ეგეთი იყო დუპლესიც არის უბრალოდ და მაგიტო რავი რა მაგ თემაშიც საშინელება აქვს სტრაიკინგი კარგი სტრაიკერი შეხვდეს ალბათ რა შეიძლება იმამა მოწყვიტოს მაგალითად მაგრამ ვერ გაიგებ მაგას რა იმდენად თან ამტანი არის კი რეალურად მიწაზეც არ არის ცუდი ალენი ოღონდ იმ შემთხვევაში თუ უტევს და იცავს თავს რა აი ქვემოდან არ არის ეგეთი კარგი რა აი დერიდერი ქვემოდანაც რომ იყოს აი იგივე ვარიანტია რაც ოლივეირა რა ხო არა დერიდერი ბევრად მაღალი დონე არის დაბლა გრძელია ძალიან გრძელია ძალიან დიდია და წონითაც ანუ წონით ჩაგრავს ოპონენტებს რა და ვიტეკერზეც ძალიან დიდი იყო
ძალიან დიდი ბონიკალზეც. კი, რეალურად ეხა აირია ყველაფერი იმის გამო რომ ფლაფი არ არის. ფლაფის სახით ბევრად რთული ოპონენტი ყავდა ჩემი აზრით დერიჯერს რა. მით უმეტეს შეიტყობა მაინც დაღლა ბოლო რაუნდებში. იცი რა არის მე მგონია რომ რომანს როგორც მოუგო ფლაფი. იგივე გეგმა იქნებოდა აქაც რა. ქვემოთ არ გაუჩერდებოდა და დააზიანებდა ფეხზე რა და ჩემს არ გაუჭირდებოდა იქ, იმიტომ რომ კრივი გამოჩნდა რომ ნორმი აქვს რა. აი კარგი სტრაიკერია. მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ესე ანუ ძალიან მარტივად გადაყავდა ფლაფის ალენი მიწაზე. ხო, ეგ დერიდერად მას ეგრე მარტივად თუ გადაიყვანა. მაგას შეკითხვის ნიშანი ხა რა, ვიტეკერთან ძალიან გაუჭირდა. გადაყვანა, რამდენჯერაც გადაიყვანა, იქ წამოუდგა კიდევაც და მე მგონია რომ ალენთან უფრო იმიტომ გაუადულდება რომ თვითონაც არ არის წინააღმდეგი ალენი. ხო, მაგრამ მე არ ამგონია ხა ალენი თანახმა იყოს იმაზე რომ დაგვადარჩა. იცი რა არის, აი კაკრას მანდერთვება მე IQ-ს თემა. ანუ ბოლოს IQ უნდა მივედით. ხო, არ ვიცი რა, ნახოთ. ნუ ეს პროგნოზირებადი ბრძოლა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ 4-5 ვარიანტი აქვს ბრძოლის განვითარებას. მე მგონია რომ ფინიშით მოიგებს დერიდერი. ანუ გამარჯვებულზე არ გეუბნები, ეხლა კონკრეტულად გეუბნები ბრძოლის განვითარებას, ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს, ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის. ალენმა თუ სტრაიკინგში დატოვა ბრძოლა. მაშინ ალენს უფრო მეტი შანსი ექნება. ყველას მეტი შანსი ექნება დერიდერთან. კი, უეჭველი. მაგრამ უეჭველი ვერ მოუგებენ რა, ეგ თემა არის. მაგრამ შანსი მეტი ექნება. მე ვფიქრობ, რომ რეალურად იმ ის თავდაჯერება რაც ექნება ალენს, რომ მიწაზე თვითონაც ძალიან კარგი არის და არ ჩამოუვარდება, არ აუჭირდება მაგან დაყופოს. ხო, ზუსტად დაფინიშდეს რა. მე მგონია მეორე მესამე რაუნდში დაასამითებს რა. აი რაღაც ეგრე მგონია. რაღაც ჩუაში რა, ჩუბის შუაში ხაცეს შორის. აი გადავიდეთ მაშინ კომეინზე. რამდენი ხანი არ უჩხუბია კევინ ჰოლანდს და აგერ ბრუნდება მაიკ მელოტთან და ჰოლანდზე ერთი ის მინდა ვთქვა რომ აქ ქვესაშუალო ზონაში დარჩა და აი ორ ჩხუბიანი სერია ქონა აწყობილი რა და განარ ნელსონს მოუგო და მეორე არ მახსოვს ვის მოუგო სიმართლე ვეკითხე თუ გახსოვს მითხრა ლუკეს მოუგო სამიშენ და კაი ორ მოგებიანი სერია ქონდა და იდეაში მეტოქე ვინცა იყო ის დირო არის ეგ როა იყო აი მან წესით უნდა მოიგო ეგ ყველა ფიქრობდა მე წესით უნდა მოიგო და მაგიტო არის რომ ძალიან ხასიათის მებრძოლი არის და იდეაში ისიც ემატება მაგას რომ ძალიან ხშირად რო ჩხუბობ ეტყობოდა ტიპი რომ გამოფიტული იყო რა რო გამოვიდა ბეზრებული ბიჭო ტიპი ხმას არ იღებს აი მაგისგან ეგ რო არ გამიგია რა გამიგია კი არ მინახავს რომ ჩხუბის დროს ხმას არ იღებდეს რაღაც არის აი მოუთებდეს აი იგივე თემა არის რომ MVP გამოვიდეს და არაფერი არ ქნას რა და მაგიტო ძალიან გამიკვირდა კი ქონდა მომენტები რაღაც ისეს მაგრამ აი ეგ ბრძოლა არ უნდა წაიგო და წააგო სპლიტით წააგო როგორც მახსოვს და ეხლა მოკლედ ხდება კაი მსუყე კი თან ჰომთაუნში ხდება მაიკ მელოტს მაიკ მელოტს მელოტი კაი მებრძოლი არის კი მეც მომწონს და წინა ვანკუვერის ქარაძეც იყო თუ სწორად მახსოვს კი კანადელი არის მე არ მგონია ეხლა ვწდებოდი ამასთან დაკავშირებით და წინა ანუ ბოლო ბრძოლაც ვანკუვერში ქონდა მაიკ მელოტს რომელიც ფინიშში ბიჭო კაი ხანი არ უჩხუბია სხვა კი ფინიშერი ტიპი არის თან და არა 315-ზე ქონდა ხო და ფინიშერი ტიპი არის რა ეგეც რა და აქ ყველაზე მეტად მგონია რომ ეს სამი რაუნდი არ იქნება ეს ჩხუბი გააჩნია ეხა აქ არის ორი თემა რა გააჩნია რომელი კევინ ჰოლანდი გამოვა რა თუ გამოვა კარგი კევინ ჰოლანდი დიდი შანსია მაიქს მოუგოს დიდი შანსია მაიქს მოუგოს თავარი ძალა არ ვიცი თავარი დავარქვა თუ არა მაგრამ კარგია ძალიან მიწაზეც ვინ ჰოლანდი მელოტი ბიჭო ჰოლანდიც არაა ცუდი ანუ სახიფათო არის რა სახიფათო კი ჯიუჯიტსუ შავი კამარი არის ეგ კი ჭიდაობა არ აქვს მაგრამ ის არის რომ სახიფათო არის რა ხო ხა ახალგაზრდა მაიკ მელოტი რა მე მაინც მგონია რომ კანადელი ამ ბრძოლას წამოიღებს და სამწუხაროდ გადააბამს მინიმუმ 2 წაგებიან სერიას კევინ ჰოლანდი მელოტზე ერთს ვიტყვი რომ მაღალი დონის მებრძოლი არ არის არ არის ახალი ანუ პროსპექტია რა ველტერვეიტში ორი მებრძოლი არის რომლითაც იტესტებიან ტიპები რა ეს არის ერთი ნილ მეგნი და კევინ მეორე არის არა ჯოფ ნილი მეორე
ეგორი არიან, აი რომ მოდიხარ, რაღაც ორ ბრძოლას რომ მოიგებ, მესამე ან მეოთხე, აი მეოთხე ბრძოლა, ესენი არიან რა. ჯერ ნილ მეგნი და მერე ჯოფნი. შეხვდა ნილ მეგნის პირველი რაუნდი მოუგო და მესამე რაუნდში TKO-თი მეგნი მოუგო მერე რა და ზოგად თუ ვერ გადიხარ welterweight-ში, აი ამ ორ მებრძოლს რა ერთს მაინც რა ავტომატურად არის ის თემა რომ top 15-ს გარეთ რჩები და თან მეტყოლებს იმაზე რომ არ ხარ მაღალი დონის მებრძოლი მე არ მინახავს ვისთან მებრძოლი ვისაც ნილ მეგნისთან წაუგია და მე ტოპებში ყოფილა რა ჯერჯერობით ეგეც თემა არ ყოფილა მაგის მერე გავიდა მაგის მერე ორი მოიგო მაგრამ მოუგო რატკეს ახლა აი UFC 315 წეღა რო ახსენე რატკე არ არის რა ანუ შენ ხა ჯეიკ მეთიუსიც ჩამოწერე ხა ჯაილს მოუგო კიდე ჯაილსი არის როდინა ზროსლი რასაც ქვია რა და მოუგო გადაწყვეტილებით და მაგიტო კი არ ჩამოვწერე უბრალოდ აი ისე როგორც არის შეფასებული ეს ბრძოლა 50-50 იმენ აი ეგ არის რა ჩემი აზრით ჰოლანდი კარგი ჰოლანდი თუ გამოვა მოუგებს იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადი ბევრს მოუგებს ხო და მაგას ვწახი ძალიან არაპროგნოზირებადი ტიპი არის რა ეხა კარგი რა აი ლუკესთან რაც იყო ეგ თუ გამოვიდა უეჭველი მოიგებს რა არ მგონი არავია ჰომთაუნის თემაც თუ იმოქმედებს არ ვიცი მაგრამ რავი მე მგონია მეორე შანსი მაგალითად აღარ დაგაგრებ ნახოთ ძალიან გამიხარდება მაგრამ ნუ აქ გაიყო აშკარად ჩვენი აზრები შენ ბიჭო ხო უფრო ვფიქრობ რა რომ მაინც იდეაში თან მეოსება ჰოლანდი და ვაფასებ რა რასაც აკეთებს რა წელიწადში ხა მე-5-ეთ ჩხუბობს თუ 20-ები თუ მე-6-ეთ და ეგეთ რაღაცებს ვუფასებ მეწმო ხალხს აკე რამას მეორე ჩხუბი აქვს სულ მე-20 XX აუ ეხა აი გადავდივარ იმ ბრძოლაზე რაზეც მინდა და ლაპარაკი და ჯერ მაინტერესებს შენგან აი მე ადამიანი ვახსენე მითხარი შენი აზრით ვინ მოიგებს აი უცბად მე ადამიანი ვახსენე უკვე მარლონ ვერა ზაჰაბი შოზე ალდოსთან არ მოუგია ჩემი აზრით ვის ზაჰაბის ზაჰაბი არ მოუგია ჩემი აზრით მაგრამ მარლონ ვერასთან ვფიქრობ რომ მოიგებს კი მე მგონი არ წააგებს მარლონ ვერას ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაც თქვი კევინ ჰოლანდზე, რომ აქ უფრო მძაფრად არის რა ეგ რა. ის რომ ძალიან ხასიათის მებრძოლი არის, აი ძალიან თან. შეიძლება გამოვიდეს და ტიპს გადაუაროს, შეიძლება გამოვიდეს იგივე ტიპს ეჭხოს და წააგოს. ზაჰაბი ხო იცი ვისი ძმა არის? იმის შენი პიერის ხო, რა ერქვა აღარ მახსოვს ჩემ. ფიროზ ზაჰაბი მე მგონი. ხო და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ძალიან მარტივი არის შეიმუშაო ის გეგმა რომელიც მარლონ ვერას დაამარცხებს. კი, ფურცელზე მარტივი არის უბრალოდ ზაჰაბი არ მომეწონა. ვერ დაურწმუნდი რომ ტოპ მებრძოლი არის. იმიტომ რომ ჟოზე ალდოს შეხვდა. ბიჭო ხო, მაგრამ უკვე დიდ ალდოს შეხვდა ხო ხდები. გასაგებია, მაგრამ დიდი ალდო ყოველთვის მაინც გამოწვევა. რამდენი ბრძოლას გაიქცა? ხო, რა თქმა უნდა. ბოლო რამდენი ბრძოლას გაიქცა? შეგიძლია თქვა რომ ჟოზე ალდო ბოლო ორი ბრძოლა რაც წაგო ალდომ, ჩემთვის არც ერთი არ წავუგი, არც ბაუტისტასთან და არც მიდროდეს ზაჰაბისთან, მაგრამ ნუ ზაჰაბისთან ბრძოლას უფრო მიუცემდი ზაჰაბის ვიდრე ბაუტისტას იმ ბრძოლას. ზაჰაბიმ ბოლოს დააზიანა რა, მაგრამ მიწას და მაგიტო, მაგრამ მე რავი, ჯერ ვერ დაურწმუნდი რა. შეიძლება დამარწმუნოს, ეხლა ვერას ისე მოუგოს რომ რავი, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კითხვის თან ეხლა პატარაც არ არის რა. პატარა არ ზაჰაბი არა. ხო, ზაჰაბიზე ვიძახი მე პატარა არ არის თქვა. ვერაც არ არის ვიცი, მაგრამ ვერაც მაინც არ არის. ვერა ბიჭო პატარაა ბევრად ზაჰაბის. ვიცი, ხო. 25 წლით პატარა, 32-ისა, 37-ისა ზაჰაბი. ზაჰაბი იმას აქშია უკვე, რომ ხა მარლონ ვერას არ უნდა გააჩერებინოს, თავი თუ რაღაც უნდა რომ მიაღწიოს რა. ეგ ფაქტი არის, მაგრამ ვერაც თავის მხრივ ასაკობრივად კარგ ასაკში არის რეალურად. ცუდ ასაკში არ არის. არა, ცუდ ასაკში არ არის, უბრალოდ მგონი არა ჩიტო ვერას პრაიმი დიდი ხნის გასულია რა. ერთს ვიტყვი რომ ეს ბრძოლა აუცილებლად მივა გადაწყვეტილებამდე ჩემი. კი, გადაწყვეტილებამდე. ძალიან მგონია რომ გადაწყვეტილებამდე მივა, იმიტომ რომ ვერას ის მუხლი რომ მოხდა ომალისგან, ხმარო იყო რაღაცა. და ტიპს არ შეუმჩნევია, არ შეუმჩნევია. და იქ ზაჰაბის სოკერკიკი მოხდა, აი ერთი ოქტაგონის იმიდან მეორე მხარეს ვაბურთავად. და და ტიპი არტიკა და მე დაასრულა ზემოდან ბრძოლა. რავი. და მაგრადაც დააზიანა. მე მგონია რომ ზაჰაბი უნდა აურიოს მაშინ. კი, მეც ეგრე ვფიქრობ, ხა მაგას ვიძახი რომ გეიმპლენით რომ გამო ზაჰაბი რთულია მე რა. თუ აურევს, მაშინ ომალისნაირად კარგი სტრაიკინგით უნდა გამოვიდეს რომ მოუგოს ვერას და ეგრე ძალიან რთული არის და ვერას წაქცევა ბიჭო, რავი რა.
ეგეთი მარტივი იქნება ვითო არ ვიცი რა ჩემი აზრით არ გაუჭირდება ზახავში ნახოთ რა მე აკაც იმას ვიტყვი რა კაი ვერა თუ იქნება ვერ მოვიგებს ზახავ კაი უნდა იყოს შენ პრაიმებზე ბიჭო ძალიან ეგეთი კარტია რა ტიპები არიან რომ რაღაც ძალიან 50-50 ეხლა როგორი ტიპი იქნება როგორ ხასიათზე გამოვა და ეგრე რთულია კიდე ერთი ანდერდოგი გინდა გითხრა ვინ მოიგებს ჩარლ ჟორდენი, დეივიდ გრანტი არის საიდან დამამახსოვრდა სინდიკატში ვარჯიშობს ჯონ მუდი არის მწვრთნელი მაგის და ტიპს 20 რამდენი წელს დაიცა 39 წელს ასაკში გაეხსნა ტიპს პრაიმ სამ მოგებიანი სერია აქვს 2 წლები ან 3 ან 2 და ბოლოს მოიგო ძალიან როგორ ელოდებოდა ხალხი იცი რომ წააგებდა აი ძალიან დიდი ანდერდოგი გადაურდა ეხლა ანდერდოგი არის და ჩარლ ჟორდენი აი ვაფშე რატო არის UFC-ში არ ვიცი აი იმენა ვაჰეითებ იმენა ვაჰეითებ და ეგ ის ილიას რომადლოვას უხდია რომ არ დამთავრდა ჟორდენისთვის თან ბევრს აქვს მოგებული საკმაოდ მეც ვფიქრობ სხვათა შორის რომ დეივიდ გრანტი ნაბრძოლში ანდერდოგი არ უნდა იყოს კიდე მაგრამ წამოიღებს ერთსაც წამოიღებს და მე წააგებს ალბათ კიდე მაგ კარტე მანო ფიორო ჩხუბობს ფიოროც ვფიქრობ ფიორო იოსტოვიჩუს ჩხუბება და უბრალოდ რთული მოწინააღმდეგეჟებ და ძალიან შევჩენკოს სახით რა თორე ფიოროს ფიორო უკეთესი გეიმპლეით რო გამოსულიყო ძალიან დიდი შანსი ქონდა მოგების შევჩენკო უბრალოდ თავისი შევჩენკოა რა ბიჭო ფიორო კარგი მებრძოლია მაგრამ ძალიან დიდი ფავორიტი არის იოსტოვიჩუსთან და ეს გოგო ძალიან მართლა კაი მებრძოლი არის იასპინზე ვამბობ და არ მგონია რომ ეგეთ უპატივცემულობას იმსახურებდეს იმიტომ რომ მიწაზეც კარგი არის და გვაჩვენა რა ბუენო სილვა თუ აღარ მახსოვს როგორ იყო იმ ბრაზილიელი გოგოს გვარი და მოკლედ მოუგო რა ძალიან მაგრად მოუგო მიწაზეც და ფეხშიც კარგად ჩხუბობს ბოლოს მე მგონი იმით მოიგო ფინიშით და მოკლედ ძალიან ისეთი კარგი მებრძოლი არის იდეაში ეს ბრძოლა არის რომ იასუდავიჩუსი მივიყვანონ კამარზე რა ხო არა გაიulis რო ფიოროს მარა გაიulis რო აი ეგ არის მთავარი კითხვა იმიტომ რომ მანო ფიორო რა ვიგე მე მგონი დაუმარცხებელი მივიდა ხო კამარად ან დაუმარცხებელს ვიძახი UFC-ში დაუმარცხებელი იყო ერთადერთი წარია აქვს შევჩენკოს UFC-ში ხო და რა აი ანომალია ამ კარტზე რაც არის ის რომ დრიუდოპერი არის უზარმაზარი ფავორიტი ვისთან არ აქვს მნიშვნელობა დრიუდოპერი რომ უზარმაზარი ფავორიტი არის ბიჭო თან ბოლოს ძალიან ცუდად ცემეს ვინ ცემა პროსტა არ მახსოვს აი ძალიან მოვიწყდება ხოლმე გვარები ისო ჰამერფისტები რო უტყვა ხო ძალიან დიდხანს რო უტყავდა სილვა ნუ გავიხსენებ მაგას უბრალოდ ნახავ მანუ ტორეს მანუ ტორეს მაგრადაც ძალიან და ფეხზე რო ერიდია ბოლოს ადგა და შემეცოდა ჩხუბი რო გააგრძელა და რაღაც ხო და რა ძალიან დიდი ფავორიტი არის და კიდე იცი მიბრუნდება ამ კარტზე გვინ ტაცრო ტაირამ კამარე პარკი ხო მაგაზე მინდოდა საუბარი ბრუნო სილვასთან ბრუნდება და კამარი მეთქი ბიჭო ტაირამ ხო ტაირამ კი აჩვენა რომ დონეებია რა ამ თამაში ხო დონე 1 ანუ იდეაში ეს ბიჭიც არ უდონო არა ხო მაგრამ დონეებია მაინც ამ თამაში უბრალოდ ადრე მოუვიდათ მე მგონი დებიუტი ქონდა საერთოდ არა დებიუტი არა ფინიში და რაღაცებით აქ მოგებები პროსტა ძალიან მალე აბუსტეს რა და ეგ აბუსტეს რა იდეა შორტ ნოტისზე ჩახტა ხო ეხა გამახსენდა კი და ამასაც ქონდა ჩხუბი იმასაც ქონდა ჩხუბი და ხო კი ბატონო ტაირა ალბაზის კარდი იყო კი ტაირა ალბაზის კარდი იყო და ალბაზი ჩაეხსნა ბიჭო პარკი არ არის ცუდი მებრძოლი რა თან ფინიშერი არის და ძალიან უჭირს ზოგადად თან კუთხით ფლაივეიტს და ხვდება ბრუნო სილვას და ბრუნო სილვა მე მგონი როგორც მახსოვს ბოლოს ვენმა ცემა ხო ეგ მებრძოლი არის კი ვენმა TKO-ით მოუგო ბრუნო სილვას კი მაგ ჩხუბით გავიდა იმაზე როივალს კი ეგრე ხო და ხო მესამე რაუნდის TKO-ით მოუგო ეხა მახსოვს მოკლედ ამ ბრძოლაში ფინიში მგონია პარკის არ ვიცი რატო მაგრამ კარგი სტრაიკერია კი და დაუდგება და თან ბრუნო სილვა ამტანი ბიჭია ძალიან გამოჩნდა იქ ვენთანაც რა უბრალოდ ვენი აწვალებდა რა
მაგრა დაწვალებდა, ანუ თითქოს არ აფინიშებდა და მესამე რაუნდში მოუმთავრა მერე რა და პარკი კიდე მძიმე დამრტყმელია შედარებით უფრო და ამიტომ მგონია რომ პარკი დააფინიშებს რა. მეც პარკი მგონია ამ მეჩაპში და საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ კარტი რა. მგონია რომ საყურებლად ძალიან საინტერესო. კაი კარტი იქნება კი. ძალიან საინტერესო კარტია საყურებლად. კი, მეც ვფიქრობ რომ კაი კარტი იქნება უბრალოდ აზამად ბეკოევიც ჩხუბობს კიდე, ნუ ეს ჯერ არ არის იქამდე ამოსული, მაგრამ ბეკოევიც მოიგებს. მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ ბრძოლას და საბოლოო ჯამში მოკლედ კანადის კარტი იმედი მაქვს რომ კაი იქნება. თან კარგი ისა რომ არ არის გადაჭედილი კანადელებით რა. არა ხო, ბიჭო, არცაა ბევრი კანადელი ხო, მაგრამ ხო გახსოვს კარტები გადაჭედილი რო. აი ხა ბრაზილიელებით ალბათ ერთდროულად 1-4 კარტს გააკეთებ იმდენი არის. ფრანგებიც, სუფრანგები იყვნენ მაშინ და რავი, ხო რა. პრინციპში ის არის. ჩინელები იყვნენ სხვადასხვა ბევრი კიდე ჩინეთში რო იყო კარტი. კი, ჩინელები ბევრი არის. ნუ მაგ შემთხვევაში ხდება ხოლმე ის რომ ბევრი დებიუტანტია რა. ბრაზილიის კარტია. დებიუტანტი. ბრაზილიის კარტია უკეთეს შეიძლებოდა ჩემი აზრით. კაი, ხა მეტი რა გინდა. არა, იცი რას ვიძახი? არა, ოლივეირა და ფიგერედომაც ხომ მოიგო, მაგრამ ხო, ფიგერედომაც მოიგო. მაგაზე არ ვიძახი რა. აი უკეთესი სახელები შეიძლება და მე მგონი ბრაზილიელებისგან ჩემი აზრით. რო შეეძლოთ იზამთრენ ხო იცი. ნუ ეგეც არის ხო რა. ნუ საბოლოო ჯამში მოკლედ კარგი თვე იყო, სექტემბერი კარგი იყო, კაი კარტები იყო. ოქტომბერის და მოდი მერაბის ჩხუბსაც შევეხოთ უკვე მეოთხედ ჩაინიშნა და თეთრი კევინ ჰოლანდი არის უკვე რა ვღონდ ჩემპიონი. ხო, ჩემპიონია. ჩემპიონი ჯერ უფრო რთულია რა, ჩემპიონი ხარ სუტოპ კონდენტერთან გიწევს. 4 ჯერ ბიჭო, აი 4 ჯერ. რეალურად მე ჩაწერამდე გითხარი შე რომ ერჩივნა ჯერ სენტჰეგენს მის მაგრია დიანთან ეჭყვა და მე კოლისთან მეთქი. რეალურად ეგ მერჩინა, მაგრამ რავი მერაბი იმდენად მაღლა არის. ბიჭო იცი არის მანქანა რა. ხო, მე მგონია რომ არ უნდა დააძალონ ფინიში მერაბს რა. არა ხო. აი ფინიშს რო აძალებს. მე მგონია რომ მაგ ყველაფერს უჯერებს, კუთხეს ჯონუც, აი როგორ უჯერებს, იცი, აი ეს ამას რო ეთქოს, ამას არ კეთებს, მაგრამ ბრძოლაში დავამუღამე რომ როგორც კი ფინიშს უხსენებენ, არ აინტერესებს რა. ჯიუტი არის მაგ კუთხით. წავიდა ფინიშზე და რომ მიხვდა რომ ეხლა ტყუილად ენერგიას დახარჯავდა. უნდა რომ ბრძოლით ისიამოვნოს და მაგით როგორ გადაურჩა ისე მან კორი. ერთი მომენტი გოდარდი იყო მე მგონი ის რა ქვია. ვიფიქრა რომ გავაჩერე და ნაბიჯს გავდა, მაგრამ იმასქან წამოხტა რა კორი მაგ მომენტში და მაგიტო აღარ იმასქან და მე იდეაში მომენტები ქონდა რომ საბმიშენზე შეეძლო ძალიან ჩვეულებრივად დაჭერა კორის უბრალოდ ნათქვამიც აქ ეგ მერაბს რომ მინდა რომ 5 რაუნდი ვიჩხუბო რა. აი ომალის რეპლიკა მაგაზე ნუ რამდენიმე რეკორდი დაამყარა მერაბ მაკორის ამ ბრძოლაში. და ერთი ტეიქდაუნი დააკლდა ხალხის რეკორდს. მე მარტო 5 ტეიქდაუნი გამიგეთა, იმიტომ რომ არ ვდგებოდი. აი, ომალი მაგალითად. ომალი დაიმსახურა რესპექტი. დომინირებს ალექსანდრე შხუბიცკი ახლოვდება. ილია გაახდეურდა სოციალურ ქსელში თავის შხუბებთან დაკავშირებით და ილია თან საქართველოში არის. მოგვინახულა რუსთავშიც იყო სიმონ ჩასული თავის სკოლაში რამე და მოკლედ ყველა ჰეითერს ვინც მოკლედ ამ ბოლო დროს ილიას რაღაცებს საუბრობთ, აი საქართველოს არ უნდა და რაღაცები, აი როგორ მინდა რომ გაგინოთ ეხლა. მაგრამ არ გამოდის. რა იყო რა აგრესია. საგინებლები არიან ეგეთი ადამიანები, როცა ესე ამდენ საკეთებს ადამიანის სპორტისთვის და ქვეყნისთვის, აი იქ რომ გამოდის და აი აქ მხარზე ჯაკეტზე რომ საქართველოს დროშა არის, ანუ გუჩინი ყო ვიქტორია ზეკადი შეიძლება. მატილდა იყო და კათოლიკალები წერენ ფურას გავს. ხო აი მაგაზია რაც საუბარი. ვიღაცამ დაწერა სხვები დაფარბატებენ და ეს დადისა და კაი ზმაო რა, კაი რა, თუ ზმა. აი ხო შეიძლება. ყურადღება მიაგეთ. ბიჭო, აი ხო შეიძლება რომ აი მოისვენო რა. ბიჭო, შეირგო და მადლობელი იყო და გიხაროდეს რა. რომ აი მერაბს რო აკრიტიკებენ კიდე და ვიცი რა მგონია, ანუ არაფერი დასაკარგი რო არ გაქვს, მაგ ხრივ და პოტენციალიც არ გაქვს რომ რამეს გააკეთო და რამეს მიაღწიო რა. მაგ დროს აი 4-5 ჯერ უფრო მძაფრი არის ვიღაცის რაღაცას რო იჭერს სულს რა, წარმატებული ტიპისას. ანუ ან იჭერს სულს, ან ვერ იჭერს სულს. შენ ანუ იქნი ინტერპრეტაციას რო ცუდია.
მიდი მერე და და შერატო გაქვს მილიონები და ბოლმა რა რო შეხედო ეხა რა ილიას ყველაზე მეტი მიცა იმ ქვეყანამ რომელსაც ნახევრად წარმოადგენს ეგ არის ესპანეთი მაგრამ გამოდის ადამიანი და იქ რო ამონათდება იქ არის საქართველო რო გამოდის მხარზე საქართველოს დროშა აქ და ქართველი არის კუთხეშიც ქართულად ლაპარაკობენ რა და ეხა შენ ვერ დააძალებ იმ ადამიანს რომ იქ რო ცხოვრობს და იქ რო მიცა ყველაფერი რა იმ ქვეყანა შენ ვერ დააძალებ მაგას რომ აუ რატო შენ საქართველო არ გიყვარს ბოდიჩია კიდე ერთმა დაუწერა ხო იშოვეო ფულიო ჩავდია საქართველოში იწხოვრე ილიაზე სათეფნაკია გარბი თვითონ რომ მიცე საშუალება ეგრევე გაიქცა და უეჭველი ძმა იაზე პატიჟევია უეჭველი ეგ არის როგორი თემა ისე იქ რო ტიპს სახლი მიცე სადღაც აი იგივე სახლი რომ მიცე რა არ უნდა იგივე ძმა 20 კვადრატი მოაკეთე სამოთახიანი მიეც ხო და მაგას აი აქ სადაც ცხოვრობენ რა საქართველოში იგივე სახლი რომ სხვაგან დაუდგა რა სხვა ქვეყანაში ეგრევე გაიქცევიან ეგრევეთა ხო და ესეთ ხალხს რა მოკითხვა გემრიელად. ცაღატოა. მერაბაზე რო იძახიან კიდე ხოლმე ბიჭო რაღაცებს, აი ძალიან გამაღიზიანებელი არის რა. ყველაფერს შო პოლიტიკას რევენ რაღაცა, კაროჩი. და ფასე ისიამური კაცი გადაობს, რა გადაუარა მთელი UFC-ს გაგიჟა. ხო იცი ერთად წერა კომენტარებში, მეოთხე ბრძოლა რო ჩაინიშნა მერაბაზე. კაროჩი დაამუყამა და ფუსკრისო ეხა მაგით ჭყობს ამდენს. სტანოკი გააცრო. არა ძალიან მერაბის მე მესმის რატო საკითხს უნდა რომ რეკორდად დადოს და მეორე რომ ბევრი მოასწროს. ისეთ რეკორდს დადებს რომ მეგონია რომ არავინ არ გაიწევს მაგ რეკორდს. უბრალოდ ის რა არის იანთან ჩხუბით მე მეკონა რომ ცოტა მეც დაისვენო და კიდე მარჩი მინდა დაბრუნებაო ეგ თქვა რა და მე მეშინია რა. ანუ ცუდ ამბავში. იმიტომ რომ არ მინდა რომ გადაიწვას რა. სტატისტიკურად რო აიღო გამოდის რომ მეოთხე ჯგუფი სამ თვეში ერთხელ ჩხუბობს. ხო. აი ძალიან ბევრია. ანუ იცი რა არის წონის კლება არის რა ძალიან რთული. თორე განარა ეხა მერაბს უმატებს უბრალოდ ცოტას იქ სტრაიკინგს და რაღაცებს თორე რეალურად მთავარი ბრძოლა არის წონის კლება თან ბოლოს ძალიან გაუჭირდა იმიტომ რომ მასას ბიჭო მასა აქ მომატებული. ეთყობა რომ ძალიან მომატებული აქ რა. სუკუნთი აქ მომატებული. მაგიტო ძალიან გაუჭირდა წონის კლება თან იქ რაღაც პრობლემა ქონია კიდე ვატოს ვიდეოს უყურე ხო მოკლედ რა ხდებოდა იცი თვითონ რა სასტორიც ქონდათ რეალურად დაკალიბრებული იყო წესით UFC-ს სასტორთან მაგრამ დომილება ქონდა პატარა და მაგიტო იყო რომ ის დაჭირდათ ფარდა ხო და ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში გაუჭირდა რა ასე თუ ისე ხო და რავი იმედია მარტივად მოუგებთ ისე ვიანს რა. აი ვისთან და მერაბი რუსთან არ წააგებს უეჭვას. ბიჭო თაინცი რა არის ერთხელ რო აქ უკვე მოგებული ნაკლები წნეხით გამოვა იქ ვინც არიცით პირველ ჯგუფში ეგ ქონდა მერაბს რომ რო ვერ მოუგო საქართველოში აღარ ჩამესვლებაო და ეგ თემა აღარა აქ ხა რა. იმიტომ რომ ძალიან ისე უკვე მოგებულია გადაუარა და უნდა გადმოუაროს ახლა კიდევ ერთხელ და შეიძლება არც ჩხუბოს 5 რაუნდი მე ისე უმჯერა რომ შეიძლება რემატჩებში რო იცის უკვე ტიპი როგორი არის რაღა 5 რაუნდი ვეჩხუბო ბარემ დავა ფინიშებ ეგ თემა იქ მე მგონია რომ იანთან წავა პროსტა ბიჭო საბმიშენით არ ვიცი ალბათ უფრო TKO შეიძლება მიწაზე ჩააგდებს დაპლა და უბრაგო ხო რა მარტივად და გენიალურად ეხ ჩვენც მივიშალოთ ნამდვილად თორე ბოლოს დაამატებს ზაებალო მე ბიჭო TikTok-ზე მე კომენტარებს მიწერდნენ მერაბის ჩხუბის წინ უეჭველი წააგებსო ძმაო აი შეჩემ ბიჭო საიდან მოდიხართ ეს ხალხი იმენა ქართველები არ ხარ ძმა იმენა ქართველები და წარუგდე რომ კითხულობთ და ეს ამხელად ექსოზე რანაირად წააგებს მერაბი ბიჭო არა მადლობელი ვარ იმ ხრივ რომ სხვები უწერდნენ ძმა პასუხს სხვები ცემდნენ და მე პროსტო ვკითხულობდი ისე იმენა ისაუბრეთ გენაცვალეთ თქვენ წავედით მოკლედ დაგემშვიდობებით და შევხვდებით იქთა pay-per-view events. იგი კამა და ილია ვოლკი ხდებოდა და რა ძმა ვორკს რას მოუგე ვოლკი რა. აი შანსი არა.